დილამშვიდობისა ყველას ეთერში არის ტოროლა. დღეს შესანიშნავი ამინდია როგორც ხედავთ, ისე კი ვიფიქრე, მეთქი არ იწვიმოს თქვენ, იმიტომ რომ წვიმა ტოროლაში არ არის კარგი, უბრალოდ პირიქით, ტოროლა და წვიმა. ნუ მოკლედ. კარგი ამინდია, მზე ალბათ ძალიან მალე გამოვა და ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ შევიხედოთ ერთ დაწესებულებაში, უბრალოდ ეს არის სასწავლო დაწესებულება, რომელსაც ქვია უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ეს არის მეხუთე კორპუსი, სადაც ამბობენ, რომ ქალაქის ყველაზე კარგი გოგოები სწავლობენო. ნუ ნახოთ მოკლედ, კარგი გოგოები სწავლობენ თუ არა, მაგრამ პრინციპში ისეთ რა მე აქ ვსწავლობდი და შეიძლება ამით ყველაფერი ნათქვამია, ესე იგი და მივესალმოთ ყველას პრინციპში თავიდანვე. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? კარგად, როგორ ბრძანდებით? კარგად, როგორი დილა გაგითენდათ? შვენიერი დილა. ლამაზი. თავარია, კარგია რომ არ წვირს, ხო მართალია? უნდა. თქვენ აქ დიდი ხანია მუშაობთ? 3 წელია. იცით მე აქ დავსწავლობდი და თქვენ მაშინ არ იყავით, მაგრამ მე 5 წლის წინ დავამთავრე. არ ვიყავი კი. მოგწონთ ალბათ ახალგაზრდობასთან ურთიერთობა? კი, რა თქმა უნდა, ძალიან თავაზიანები არიან, კარგები არიან, ლამაზები არიან. ან კარგი თაობა მოდის? კი. პრობლემები ხომ არ გექნებათ ხოლმე? არა. ჩვენ დროს იყო ხოლმე ვიღაც ბიჭები მოდიოდნენ აქ და პრობლემები ჩვენ აქ ყველაფერი რიგზე არის. პალაჟენია გაქვთ დაყენებული. ბატონო? პალაჟენია გაქვთ დაყენებული. ნებული გვაქვს კი, უმაღლეს დონეზე. კარგით, მადლობთ. ჩვენთან ერთად. ძალიან კარგი. წავედით ჩვენ ზევით და ჩამოგივლით აუცილებლად. წავედ, რა ხდება აქ? აუ, აქ რა ხდება ნახეთ. ესე იგი. ჩემი ოპერატორი დააკავეს, მე მგონი. ესე იგი, გამარჯობათ. თქვენ აქ მუშაობთ? No comments. No comments. დაიწყო, ესე იგი, მე ვიტყვი რომ მეხუთე კორპუსი არის უცხოენების კორპუსი, ანუ დასავლეთ ევროპა და აღმოსავლეთი აქ არის შეკრებილი. ლიტერატურა და ენები, რა თქმა უნდა. ეხლა გაგვექცევიან, მე ვიცი. გამარჯობა. Გამარჯობათ. როგორ ახარ? კარგი, ჩვენ? კარგად აქ სწავლო? დასავლეთზე თუ აღმოსავლეთ? და რა ენა? არაბული. დიდი ხანია? 1 წელი. პირველ კურსელი ხარ? მე როგორ მოგწონს? ძალიან. გამოცდები დაგეწყო უკვე? კი. არა, მალე დაიწყება რა. ჩათვლებია ეხლა, ხო? ხო არ გეშენია? არანაირი პრობლემა. პირველი კურსზე დავხურე და ეხლა არ მეშინია საერთოდ. როგორ აგა მე ენა მოგწონს თვითონ? ეხლა დაიწყე სწავლა? ეხლა დავიწყო, მაგრამ სკოლაშიც მქონდა, ვსწავლობ მესამე ექსპერიმენტულში და მქონდა საფუძველი, ძალიან მიყვარდა ეს თემა, მიზიდავს აღმოსავლეთ. ჯგუფში 5 ხარ? 8 პროგრესია აღმოსავლეთისთვის, იმიტომ რომ ხან 5-ია და ხან 4. და შეიძლება პრინციპში მესამე მეოთხე კურსზე უკვე ცოტა ნაკლები დარჩეთ. არ ვიცი. იმარ გეშენია რომ გაგრიცხავ? არ დავრჩევით. არა, გარიცხვის არ მეშინია. კარგი, წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა თქვენ. წავედით ახლა ზევით ავიდეთ ჩვენ დეკანატში. მოდი ჯერ აღმოსავლეთი, რატი აღმოსავლეთმა დაიწყო საუბარი, შევიდეთ აღმოსავლეთის ფაკულტეტზე და ვნახოთ რა ხდება აქ. სხვა შორის აღმოსავლეთზე არიან ბიჭები. ეს კარგია, მაგრამ გოგოები რამდენი არიან ნახეთ. გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო. როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობ. თქვენ აქ სწავლობთ? კი. კამერა იქ არის, შეგიძლია მიიხედო. კი, ახ სწავლობ. რომელ ფაკულტეტზე ხარ? აღმოსავლეთმცოდნეობა, არაბული ენა, ლიტერატურა. საინტერესო, რომელ კურსი? მესამე. შენ უკვე დიდი ხარ, ესე იგი, ხო? გამოცდები გეწყება მალე? კი. ეხლა გვიანდება ლექციაზე. ლექცია გაქვს? რა ლექცია გაქვს? ეხლა მაქვს ინგლისური. მე ინგლისური დავამთავრე აქ. ძალიან კაია, არ მიყვარს სხვათა შორის ინგლისური და უნდა ჩავაბარო და გავრბივარ უკაცრავად. კარგი, კარგად, აბა ნახვამდის. ეხლა მე მინდა შევიხედოთ თვითონ ლექტორი მინდა გამოვიჭირო, მაგრამ გამარჯობა, შეიძლება დაგელაპარაკოთ 2 წამით. გამარჯობა. შეიძლება. უკვე იწყება? ძალიან სამწუხაროა. ლექცია თუ დროს მოვედით ჩვენ? ლექციები იწყება. ზოგ სტუდენტს გაუხარდება ლექციები ჩაიშლებაო, მაგრამ ჩაშლით არ ჩავშლით. ეს არის ცხრილები. მოდი ნახოთ. ეს არის მეორე სემესტრი, მეორე კურსის ცხრილი. ესე წერია ხოლმე და ყოველ წამს იცვლება ხოლმე. ნუ მე რო სწავლობდი, მაშინ თავიდან რო დაიწყებოდა ხოლმე სწავლა, ერთი თვე ეს ცხრილი არ ლაგდებოდა. მაგრამ წერია ფანქრით, მე შლიდნენ ხოლმე და რაღაც სხვა რაღაცებს წერდნენ. ეხა დეკანატი მინდა. გამარჯობათ. როგორ ახარ? ძალიან კარგად. ლექციაზე გაგვიანდება არ მითხრა? კი. რა ლექცია გაქვს შენ? ქვეყანა ცოდნეობა ამტითას. და რა უნდა ჩააბარო?
ჯერჯერობით არაფერი. სემინარები არ გაქვთ ჯერ? ჯერ არა. დეკანატი სად არის თქვენი? აღმოსავლეთ. ეს მე მგონი აქ. შენ უცხო ენებზე ხარ? დასავლეთზე ხარ? დასავლეთზე. მაშინ მე ვიცი, მე მინდა აქ ვნახო დეკანატი, სად იქნება? მე მგონი იქ არის, ხო? კარგი, წამოდი, აბა შევიდეთ. რაღაცებით არიან დაკავებული, ძალიან სერიოზული სახეები, ასე რომ ჯობი არ შევიდეთ, მე მგონი. გამარჯობათ. თქვენ აქ მუშაობ? ლექტორი ბრძანდები? რას ასწავლით? სპარსული ენას. ხოთი შორის მე აქ ვსწავლობდი, ოღონდ დასავლეთზე, ინგლისურზე. ალბათ შემკვიდრი ხართ მეცნობით რაღაც. შეიძლება. შევზეთქვით. რა სიტყვით დღევანდელ სტუდენტებზე? დღევანდელ სტუდენტებს ძალიან უჭირთ რუსული და ჩვენ ფაკულტეტზე არ გამოდგებიან. რუსული? იმიტომ რომ რუსულის გარეშე ძალიან ცოტა რამე გვაქვს საქართველოს ლექსიკონები არ არის, არ არის და უჭირთ. მართ არ ბრძანდებით, უმეტესობა ლიტერატურის რუსულად არის, კარგი ლიტერატურა რაც არის. თარგმნილებიც უცხოეთი და უცხოურიდან თარგმნილი ყველაფერი რუსულად არის. ისე თქვენ როგორ ფიქრობთ, რისიბრალი ადრე ხა ძველი თაობა უფრო იყო რუსულში გადმოცნობიერებული, უფრო კარგად ფლობდა და ახლა უფრო უცხო ენებს მიეძავთ. ის ყავდნენ არაჩვეულებრივები, მე როცა სწავლობდი მაგალითად რუსულში. მთელი კლასიკური რუსული ისე მოსწავლეს სკოლაშივე. და ახლა რისიბრალია რომ არ აინტერესებთ ეს რუსული. სბრალია რუსების წინააღმდეგ განაწყენა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდ. ეს დეკანატია? არა, ეს კათედრა. გამარჯობათ, ეს არის მაესტრო. გადაცემა ტოროლა. ჩვენ გვაინტერესებს თქვენთან გასაუბრება თუ შეიძლება. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? მადლობ, თქვენ როგორ გიგ. კარგად, თქვენ რისი ლექტორი ბრძანდებით? მე გახლავთ სპარსული ენის და ლიტერატურის. როგორი სტუდენტები არიან? სტუდენტები სხვადასხვანაირი ყავს, მაგრამ ძირითადად კარგი. საკმაოდ ისეთი მობილიზებული სტუდენტები პატიოსნად დადიან და სწავლობენ შეძლების დაგვარად. სწავლას მოწყურებულები არიან? დუღებით. ბევრი მოწყურებულია, ზოგი არ არის. როგორც ყოველთვის ხდებოდა, ბატონო. ხო, აი რუსული უჭირთ ძალიან. გვაქვს და თან ჩვენთან ძალიან ჩანს ეს, იმიტომ რომ ლექსიკონები და ძირითადი ლიტერატურა გვაქვს რუსულ ენაზე. ძალიან ბევრი კარგი ლიტერატურა, იმიტომ რომ საბჭოთა სკოლა ცნობილი იყოს აღმოსავლეთცოდნეობის და ძალიან გვიჭირს რუსულის გარეშე, მაგრამ დაიწყეს ახლა ბავშვებმა უკვე სწავლა. მიგდება. გამოცდები როდის გეწყებათ? გამოცდები ივნისიდან უკვე. თქვენ როგორი მკაცრი ლექტორი ხარ? და ჩაკლები. ვცდილობ ვიყო, მაგრამ არ გამომდის ყოველთვის. ორი ენებს წერთ ხოლმე? ორი ენებს სამწუხაროდ ჩვენ არ ვწერთ. ან ჩაჭრა არ არის? გააღო სტუდენტმა როგორც წესი ორებს არ უწერთ ხო? თავარია პირი გააღოს, ეგ სამიანი გააქვს, მაგრამ გააღოს თუ პირი არ გააღო, შეიძლება ორი დავწეროთ. თქვენ რა სიტყვით? ზუსტად იგივეს. თქვენ სპარსულს ასწავლით? სპარსულ ლიტერატურას და ენას და აღებს წერთ სამებს. ესე იგი პირი გააღე და ისწავლეთ რუსული. რუსული მთავარი არის დღეს. არ არის ენა მთავარი თუ აქ სწავლობენ, ესე იგი ნიშნავს რომ ენას სწავლობენ. ამიტომ ენაზე ყველა მონდომებულია რომ ენა ისწავლოს. ასე რომ ჩვენ მაინდა-მაინც არ გვიწევს. პრინციპში ეს ერთადერთი ადგილი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ადგილია, სადაც შეიძლება დაეუბნო აღმოსავლურ ენებს. ენას დიახ, ამიტომ იძულებულები არიან ისწავლო. თან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური გამოკითხვის რეჟიმში ვართ და ყოველდღე ვეკითხებით ამას. ჩვენი ლექცია ფაქტობრივად არის გაკვეთილი ენის, იმიტომ რომ ყოველდღიურად ცოტა რაღაცას ვუმატებ. მე ინგლისურზე სწავლობდი აქ და ყოველდღე ვაბარებდით ინგლისურს და მეცადინეობდით და მეგობრები რომ მეკითხებოდნენ რას მეცადინეობ, ჩვენ სწავლობთ და ბოლოს ვაბარებთ ხოლმე ჩათვლები და გამოცდები რომ იქ ჩვენ სხვანაირი სისტემა გვაქვს. აი ზუსტად იგივე სისტემა გვაქვს ჩვენც, ესე იგი თქვენ იცით ეს რა არის. ამიტომ გამოცდა ფაქტიურად აღარ გჭირდება, მე ზუსტად ვიცი, ვინ რას აკეთებს თელკის განმავლობაში და ხანდახან არც ვატარებ გამოცდას. რა კარგი ლექტორები არიან. ძალიან დიდი მადლობა. შეგხვდნენ ესეთებით, რომ ყველა ეგეთი კი არ არის. ახალი ლექტორი როგორ მოგწონთ? არიან. ჩვენთან ძალიან კეთილგანწყობილი ლექტორები არიან ტრადიციულად. ასეთები ყავდნენ ჩვენ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სტუდენტებსაც ასეთები. თქვენს ლექტორებთან ეს უცხოელია? ირანიდან და თქვენი არ ესმის აქცენტი სიტყვა. შეგიძლია რომ დაილაპარაკოთ სპარსულად? აი დავალაპარაკოთ, მოდით ჩვენი სტუმარი. მოდი დავალაპარაკოთ. თქვენ კითხეთ რამე? რა შეკითხებით? აბა როგორ მოსწონთ თბილისი? Agar mumkin ast برای دختران چیزی بگید به فارسی. رسمی؟ آره به انگلیسی حرف میزنی؟
Hello. How are you? Fine. Fine, you? Fine, thank you very much. ეხლა შეიძლება ილაპარაკო სპარსულად. What? Do you like Tbilisi? Yes, certainly. It's a very nice place and good people. Certainly. Are you here for the first time in your life? No, this is my second time that I come here. On job visit. I'm a university professor. You're a professor. And where are you working? Tehran University. At Tehran. And you are teaching? I teach sociology. Sociology. Very interesting. You can speak Persian. بله خوشحال هستم که در گروه فارسی دانشگاه تفلیس هستم و خوشحال هستم که همکاران دانشمند فارسیدان اینجا هستن و زبان و فرهنگ فارسی را آموزش میدن. درست ბედნიერი ვარ რომ აქ ჩემ კოლეგებთან ერთად ვარ, ხალხთან სპარსულად ლაპარაკობ და ბედნიერი ვარ რომ თქვენ სპარსულად გელაპარაკებით და ეს დაახლოებით. Bye. და ასე შეგვიძლია. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ და წარმატებებს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდით. გამარჯობა. როგორ ბრძანდები? ძალიან კარგად. თქვენ აქ სწავლობ? არაბულზე ხარ? არა, სპარსულზე ვარ. იმ კაც დაელაპარაკები რამე რო იყოს? ის ირანელი იყო. რა ვიცი, რაღაცას კიდე ხა ისე ძალიან არა, ჯერ რომელ კურსზე? მეორე კურსზე ვარ. ბევრი ძალიან ისე ვერ ლაპარაკობ ჯერ ხა? ისე კარგად ვერ ლაპარაკობ და ნუ რაღაცას ვახდე. რო ჩააბარე, მაშინ არ იცოდი საერთოდ სპარსულს. არ ვიცოდი, არც საერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი. გაგებაში არ იყო მოკლედ. ეხლა ხო ხარ ცოტა? კი, ეხა კი. აბა როგორი დამწერლობა აქვს სპარსელებს მაჩვენე. ნახე რა ლამაზი დამწერს იგი წერთ მარჯვნიდან. ციგნი მომიტანეთ სპარსული. წერთ მარჯვნიდან მარცხნივ. მარჯვნიდან მარცხნივ. ნახე როგორი ასოები აქვს, ყოველ წერტილს აქვს მნიშვნელობა, თუ არ ვწდები, ხო? კონსპექტი. რამდენი ხანია კონსპექტი ამჭერი? და დედის დატირება? შეგიძლია წაიკითხო? კი, როგორ არა. غریب آمد از شهر კითხულო? اکیده ها آگاهی یافتن مادر از کشته شده سفره. მადლობა. კარგი. გრძელდება ტოროლა დილამშვიდობის საყვალას. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში, ეს არის დასავლეთ და აღმოსავლეთ ენებისა და ლიტერატურის შემსწავლელი კორპუსი და შენობა და ვაგრძელებთ ესე იგი მოგზაურობას და საუბარს სტუდენტებთან და არა მარტო სტუდენტებთან, ლექტორებთანაც კი. აი შეეშინდათ კამერის გაიხსნენ. წამოდით, ახლა ავიდეთ ზევით და უკვე დასავლეთ ევროპას ვესტუმროთ. ნახოთ რა ხდება, უნდა დეკანი თუ არის ჩემი ყოფილი დეკანი. ნახავ, გარბიან. აქ გამოკრული იყო ხოლმე აფიშები და ეხლაც არის გამოკრული, მაგალითად 19 მაისი. საქველმოქმედო და კონცერტი იქნება. აი რაღაც მანსანკანების სხვა შორის არა მარტო გასართობი, არამედ შემეცნებითი ღონისძიებების ნუსხა არის ხოლმე ჩამოთვლილი. აი გერმანულად წერია ხა, არ ვიცი, რაღაც კონფერენცია მე მგონი, გერმანელებისთვის იმართება სადღაც. 12 საათზე ეს მიხვდი. ეს კომპიუტერის შესწავლა, მაგრამ მაესტროს კომპიუტერის ცენტრში უფრო კარგად ასწავლიან, ასე რომ შეგიძლიათ ჩვენთან მოხვედეთ. წავიდეთ. გამარჯობათ. შეიძლება დაგელაპარაკოთ? გამარჯობა. როგორ ახარ? არაჩვეულებრივად. ლექციაზე მირბი ხარ? კი. ვისი ლექცია გაქვს? ეხლა გვაქვს გერმანული ენის ლექცია. ვინ არის შენი ლექტორი? პირველ კურსზე მეორე. ლექტორი არის, ვინ არის სირცხო? არა, მე არ მაქვს ლექცია ამას არა. არა, ლექტორი. გერმანისტი ხარ? კი. კარგი, მაშინ კარგად. თუ გეჩქარებათ. კარგი, მოდი, აი ეს არის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ენისა და ლიტერატურის ჯგუფების ნუსხა. რამდენი ჯგუფია ესე იგი? მე რო სწავლობდი დაახლოებით 10 ჯგუფი იყო. აი ხა მაინტერესებს, ჩემი იყო პირველი E ჯგუფი. არის ეგეთი? აი პირველი E ჯგუფი, ეს პირველი კურსი. ყავდა ლექტორი ელიკო გაბუნია, რომელიც დღემდე ასწავლის აქ. გაბუნია, შენი მოგვარეა. გიორგი გაბუნიას ვეუბნები. წამოდი, ახლა დეკანატში შევიდეთ. ეს საპროფესოროა? ჩვენი დეკანი ნეტა თუ არის, მაინტერესებს. აი დეკანი. აქ ზის ბატონი თემურ კობახიძე. შევიდეთ, ვკითხოთ თუ არის. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? ჩვენ მაესტროდან ვართ.
ბატონი დეკანი თუ არის? თუ შეიძლება? უფრო ბატონ თემურთან. აღარ არის? აბა ვინ არის? კარლოსა მეში. კარლოსაც ვიზო ბატონ, მე აქ ვსწავლობდი. კი, ინგლისურზე. უპასუხო კლასი. 5 წლის წინ. აი თუნდა. ბატონო კარლო, გამარჯობათ, მე თქვენი ყოფილი სტუდენტი ვარ. როგორ ბრძანდებით? შეიძლება შემოვიდეთ? არა, თქვენ კარგად მახსოვხართ. ტოროლა. ეს არის ტოროლა, რომელიც ყოველ დილით გადის ეთერში. გამარჯობათ ბატონო კარლო. მე არ ვიცოდი რომ თქვენ ჩვენი ახალი დეკანი ბრძანდებით. კარგი ადამიანია ეს, გვეხმარებოდა ხოლმე გამოცდებზე, მახსოვს. გახსოვთ? დაბრძანდით, მოდით და ჩვენს დავჯდებით და დაგელაპარაკებით, რამდენიმე წუთს წაგართმევთ. კი, როგორ არა? შეგიძლიათ იყოთ არა, ისე მოძრავი კამერაა. როგორ ბრძანდებით ბატონო? ძალიან კარგად. დიდი ხანი ამ პოსტზე ხარ? სულ ერთ თვენახევარი. ანუ ახალდანიშნული ბრძანდებით. მე როგორ უთავსებთ? ცოტა შედარებით მომემატა სამუშაო, მაგრამ გამოცდილება მაქვს და დიდი ხანი ამ ასეთ თანამდებობაზე ვმუშაობ, ამიტომ არ არის პრობლემა, უბრალოდ სამუშაო მომემატა დავიტოვეთ ძალიან. პრინციპში ახალგაზრდობასთან და სტუდენტებთან ურთიერთობა არასდროს არ გიჭირდათ და არ მიჭირდა და არც ახლა მიჭირს და კიდევ უფრო უკეთესად არის ამის საქმე. ჩაბრატდნენ სტუდენტები და დეკანი, მე მგონი გამოცდებსაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ხო ვისაც ასწავლეთ ჩემს მეგობრებს, ბატონი კარლო ყველა ამბობდა, რომ ძალიან მაგარი პროფესორია და მაგარი ლექტორია და კარგ ნიშნებს გვიწერს, მკაცრი არის, ისეთი კი არ არის, რომ ყველა არ წერს. მაგრამ ორიანებსაც არ წერდით, ხო? ორიანებისთვის მებრალებოდა ყოველთვის და ვაძლევდი ყოველთვის შანსს, რომ გამოესწორებოდი. თქვენი დილა როგორ იწყება, აბა ყოველდღიური? ყოველდღიური დილა როდის იღვიძებთ? ვიღვიძებ 6 საათზე, დგები 7:30-ზე. ნახევარსად ეს ტოროლებიც ეგრე იქცევიან დაახლოებით. რა შესაქმე, არ მინდა ოჯახის წევრები გავაღვიძო ადრე და ნახევარ საათს ვითმენ. 7:30-ისთვის დგები უკვე. შემდეგ აგრძელებ ჩვეულებრივ დილის პროცედურებს და 9:30-ზე ვარ უკვე სამსახურში. 9:20 წუთზე. ცები რომელზე იწყება პირველი ცვლა? იწყება 9:30-ზე. მეორე ცვლა? მეორე ცვლა სხვადასხვანაირად არის, მაგრამ ძირითადად პირველი 9:30-ზე. ჩვენ დროს 9-ზე იწყებოდა გეგმით. ახლა შეიცვალა ნახევარი საათი ადრე ვიწყებ და ლექციები არის 50 წუთიანი, თქვენ დროს იყო 1 საათიანი. აუ რა გაუმართლათ 10 წუთი დააკლდა და დასვენება ისევ 10 წუთია? დასვენება ისევ 10 წუთი. დიდი დასვენებაც არის 20 წუთიანი. ეგეთი სკოლებს აქვთ ხოლმე. ლექტორები ისევ ისინი არიან, ვინც ადრე იყო. შემადგენლობა ჯერჯერობით იგივეა კი, ცვლილებები ამ ხრივ არ არის ჩემ. ძალიან საინტერესოა. ამ ქალბატონსაც გავესაუბროთ, იმიტომ რომ გამოთქვა სურვილი, რომ თუ შეიძლება დავესწრო. ეს არის ამიტომ თქვა მოადგილესთან არ გინდა თუ ინტერვიუს ჩაწერა? კითხეთ უბრალოდ რა გიცანით, მაგრამ უცებ დავიდები. როგორ ბრძანდებით? მადლობა. თქვენი სახელი არ ვიცი, ხათუნა. გამარჯობა ხათუნა. თქვენ ხელს ჩამოგართმევთ. თქვენთვის როგორ იწყება დილა? დგები 7 საათზე. მაგრამ ეგრევე ვიძებ და ფერწერა. მზადები და მოვდივარ უნივერსიტეტში. და რომელ საათამდე ხართ ხოლმე აქ? გააჩნია 5, 6, 7, ყოფილა შემთხვევაში 9:30-ზე გავედი ბოლოს, და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. გამოცდების პერიოდში უფრო მეც საქმე იქნება. ყველა პერიოდში რა თქმა უნდა, მაგრამ საერთოდ ძალიან დაკურთხულობაა. რამდენი სტუდენტი მიიღეთ წელს? წელს მივიღეთ 300 სტუდენტი. ასენი უფასო კიდევ არის. ფასო ერთად კი, ჯერჯერობით არის კი. და ახლა რამდენი ჯგუფია ესე იგი პირველ კურსელი? პირველ კურსელი 29 ჯგუფი. 29 ჯგუფი? რა საქმიანობ ახლა მაესტროში? წამყვანი ვარ. მაგრამ ინგლისურთან რა საერთო? ინგლისურთან ინფორმატორს ვაკეთებ და ინგლისურიდან თარგმნი ხოლმე ნიუსებს. ხო, ძალიან სასიამოვნოა. არ უნდა ესე იგი პროფესიული მომზადება, არ უნდა დაიკარგოს რა თქმა უნდა პროფესიას, არ უნდა შეველიო თავისუფლად. მაესტრო კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ თავარია მაინც შენი პროფესია. მართალი ბრძანდებით. დიდი მადლობა ბატონო კარლო, კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობთ მიღებისთვის. 5 წლის წინ დავამთავრე. ხალხი შეიცვალა. პრინციპში შენობა იგივე დარჩა. არ გინდათ? მანანა გელაშვილი გვასწავლიდა, კი, სად არის?
გამარჯობათ ქალბატონო მანანა. ბატონო. როგორ ზანდები? გადასარევად. მე თქვენი ყოფილი სტუდენტი ვარ. გიცანდის ფოთო შორის რა ხდება? ჩვენ მაესტროდან ვარ ტოროლას ვიღებთ და უბრალოდ შემოვიარეთ აქ გავიხსენოთ სტუდენტობა. ძალიან კარგი. ესე იგი ტოროლაში მუშაობთ? კი, მაესტროში. მაესტროში. ძალიან სასიამოვნოა მაგ. ეხლა ლექციაზე მიდიხარ? არა, გამოცდაზე მივდივარ. სად გაქვთ გამოცდა? გამოცდა მაქვს მე-11 ოთახში. და რომელი კურსი? 4. საზოგადოების ლიტერატურა? ისო მოდი კითხვებს, როგორი გამომცდელი ვიყავ? კარგი გამომცდელი იყო, მკაცრი ბრძანდებით, მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ კარგი გამომცდელი. ეს სასიამოვნო. ლექტორი? ლექტორი შესანიშნავი. ძალიან კარგია რომ მოხვედით, ამდენი ქება მივიღე. კარგად ბრძანდებოდა წარმატებებს. აი, გამოვიჭრეთ ადამიანი, რომელიც მიდიოდა გამოცდაზე ხა. პრინციპში მინდა ისეთი ხალხის გამოვიჭრო, ვინც გამოცდაზე შედის. აბა რომლები არიან? მე-11 იქ არის, წამო, აბა გამოცდაზე ვინც შედიან, იმათ მინდა ვკითხო რა, ხო? ჩვენ გიდი ყავს აქ. თქვენ გამოცდაზე ხართ? გამოცდაზე ხართ გოგოებო? არა, აბა ვინ არის გამოცდაზე? ჯერ სტუდენტები არ მოსულან? კარგი, მაშინ ჩვენ წავალთ, რომ გამოცდას ჩავშლით. წავედით მაშინ, წამო. ეხლა გამოიპარებენ იქით, ტუალეტში არიან დამალულები. ან სადმე. ქალბატონო ხათუნა, რომელშია ქალბატონი რუსიკო? ჩვენი გიდი ქალბატონი ხათუნა. მივესალმოთ, მეგობრებო. ადრე ვდგები. ამიტომ ჩართული მაქვს ხოლმე ტელევიზორის სულ. ძალიან კარგი. პროცესში სულ ტელევიზორს რომ ვუ. გაგვიმართლა ესე იგი, რომ გამოგიჭირეთ თქვენ. ზევით? მე შეგახსენებთ, რომ ეთერში არის გადაცემა ტოროლა. დღეს სტუმრობთ უნივერსიტეტის მე-5 კორპუსს, სადაც ოდესღაც ლულუც სწავლობდა და მაინტერესებს რომ მოვინახულოთ ჩემი ძველი ლექტორები და არა მარტო ძველი, ახალი ლექტორებიც. გამარჯობათ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახალ? კატისებრი თვალები აქვს ამ გოგოს. ქალბატონ რუსიკოს შევეჭრეთ. გამარჯობათ ქალბატონო რუსიკო. როგორ წადებით? მე თქვენი ყოფილი სტუდენტი ვარ. კარგად, უნდა გადაგოსო. ეს არის ტოროლა. როგორ წანდები? არა მიშა, თქვენ როგორ ახარ? არა ჩაულებად, ლექსია ჩაგიშალე? ლექსია არ არის, ჩათვლა არის უკვე და ამიტომ ჩამიშალე. როგორ თვლია? მოხვიდეთ გან. თვლი? ძალიან კარგები არიან, ძალიან. საუკეთესოები. როგორ ახარ? კარგად, თქვენ? აი განწყობილი ვარ. არ უყავს გადაღება. კაცრი ლექტორია, ქალბატონი რუსიკო. ძალიან დიდი მადლობა, რომ კარგად იყავით, აბა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. იმედი არავის არ ჩაჭრით დღეს. ნახვამდის. წავედით. ჩათვლაზე შევეჭერით ქალბატონ რუსუდანს. კი, 2 წუთიანი ინტერვიუ მოგცა. გაგვახარა ძალიან. ეხლა სტუდენტებს так. ინგლისელები? გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? არა. გოგოებს უყვართ ხოლმე კამერის წინ პოზირება. რასაკეთებთ? გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად. რაში გაქვთ ჩათვლა? სპეცკურსში. ვისთან? ენუქიძერს. ეხლა რუსიკოენიკიძესთან ვიყავ ჩათვლა ქონდათ იმ. თქვენ ჩათვლა გა? ამაში გა? კი, მანდ. კარგი ბავშვები არიანო თქვა. კი, ძალიან. ჩაგეთვლით ნუ გაშენი. კი. თუ რამეა მე დამირეკეთ. აუცილებლად. თქვენ რა მოკურსზე ხარ? მესამე. ვინ არის კურატორი? ჩვენი კურატორი ქალბატონი ქეთო კანდელაკი. კეთო, ხო? ძალიან კარგი. ჩვენ ახლა ვეძებდით ქეთო კანდელაკი აქ არის? ავათარის და ლისანწუხარო. კარგი, თქვენ სულ გოგოები ხართ ჯგუფში? კი. ერთი ბიჭი გამოვიჭრეთ რომელიღაც ჯგუფში და ესეთი იჯდა სულხანი ერქვა და მე კი სულხანი სულთანი ხართ. აუპატო. კარგი, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ჩათვლაში. სპეცკურსი ძალიან სერიოზული რამეა. მე სხვა შორის აქ ვსწავლობ. Key situations of social contacts, greeting and introducing, presenting yourself, safe and unsafe topics of conversation. Bye!
ეხა კონსპექტებს რო უყურებ, ესე იგი ჟრუანტელი მივლის. ამერიკანსკი ცენტრში შევიდეთ. შევიხედოთ. კაი, ბიჭები დავინახე. ეს სხვა ბიჭები არიან? კაი. მიშა, რომელი ხარ ჭკვიანი? მიშა, შენ ხარ? გამარჯობა. გაგიმარჯოს. ეთყობა გამოხედოთ, ზევა შენ ჭკვიანი. კი, რავი, ასე ამბობენ. როგორ ახარ? კარგად, შენ? კარგად, რომელ ფაკულტეტზე ხარ? დასავლეთევროპაზე. ინგლისური? გერმანული. შენ გერმანისტი ხარ და რომელ კურსზე ხარ? კარგი, მეორესი. კიდე არ შეიძლება რო თქვა. უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი მე ლულუ ვარ. სასიამოვნო გაქვს. მე საქ ვსწავლობდი, ოღონდ მე ინგლისელი ვარ. ესე კოლეგები ყოფილიყო. დიდი ხნის წინ. დაუბერდი, მეგობრებო, რა ვქნა? რა ლექსია გაქვს? მაინც ლამაზი ხარ. სიბერეში ლამაზი ვარ. ამბობს მიშა. ეხლა რა ლექსია გაქვს? ეხლა არაფერი, ფანჯარა მაქვს. ფანჯარა მაგარი რამე იყო. ერთ ფანჯარას მეორე მოყვებოდა ხოლმე, ხშირად. შენ ფანჯარები ქონდა ალბათ, რა? ხშირად ქონდა ხოლმე. შენ არ აცდენ ლექციე? არა, მე მაგარი შკოლნიკი ვარ, ყველა ლექციას დავდივარ. შკოლნიკი მიშა, დიდი მადლობა. წავედით. წავედით ახლა ამერიკანსკი ცენტრში შევიხედოთ. ჩვენი გიდი ხათუნა, მივყვებით ხათუნას. მათ შეგახსენებთ, რომ ტოროლა არის ეთერში. ეს ისე ყოველ შემთხვევაში თუ გიდათ კლიპი გაუშვი და მანამდე მივალთ. ეს არის ჩვენი ამერიკანსკი ცენტრი. როგორი სუნია. გამარჯობათ. როგორ ახარ? კარგად. ნამდვილად არ გეგონათ რომ აქ მოვიდოდი, ხო? არა. ვისელოდებით? ჩვენ ლექტორს ესპანელს. და იანებს. ლექტორები აგვიანებენ. საფამადი. სტუდენტები აგვიანებენ ვისენო, ლექტორებს აგვიანებენ ხოლმე? ანდახან აგვიანებენ. თქვენ სამნი ხართ ჯგუფში? არა. ბავშვებიც აგვიანებენ. რა ჯგუფია ეს? ეს ამერიკანისტიკა პირველი კურსი. ამერიკანისტიკა პირველი კურსი. სირცხვილი თქვენ რატომ აგვიანებთ ლექციებზე? და ლექტორსაც სირცხვილი, ბავშვებს ალოდინებს. კარგი, დაბა წარმატებას გისურვებ. ესპანურად გეტყვი რამე? ლექტორი ახლა მაინც არ უსმენს, ძინავს ლექტორს. შენ მაინც გითხარი? არ ვიცი, გერმანულად გეტყვით. კარგი, შენ გერმანისტი ხარ? არა, ამერიკა. ხო, მაგრამ გერმანულის კარგად იცი? გერმანული მიყვარს უბრალოდ. აბა თქვი რა. ხო, ცუდი რამე არ გითხრა. არა, ნახვამდის. Auf Wiedersehen. Auf Wiedersehen მეც ვიცოდი. სწავლობთ გერმანულს ჩვენ მეორად ენად. კარგად გოგოებო? გამარჯობათ, ქალბატონო რუსუდან. როგორ ბრძანდებით, ჩვენ მაესტროდან გახლავართ. გავიგე რომ აქ მაგისტრანტები გყავთ. დიახ. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად. როგორ დილა გაგითენდათ ამ შვენიერი სახეების? მე მგონი ჩვეულებრივი კარგი სასიამოვნო დილა. თქვენ რას ასწავლით? მე მაქვს ამათან სპეცკურსი გერმანულ ისტორიულ რომანზე. და როგორი მოსწავლეები არიან? მე მგონი ყურადღებით ისმენენ. ამჯერად აი ფოიხლანგერის ისტორიულ კონცეფციაზე ვესაუბრები მისი დეზდემონას სახლის მიხედვით. რა საინტერესოა, მოდი სტუდენტებს გავესაუბროთ და გავალთ დაგტოვებთ ზუსტად 2 წუთში. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. უნდა დაგეძინათ ლექციაზე? არა. საერთოდ არ იზინებთ ხოლმე? არ გჩვევი? არა. ესენი სად მიდიან? გაიქცნენ, იპარებიან ლექციიდან, ქალბატონო. გამარჯობა. გამარჯობა. მოგწონს ლექცია? პირველად ხომ არა ხარ აქ? პირველად ხარ? მე ისევ ვკითხე, თქვენ რას გვეტყვით? კარგი ლექცია? საინტერესო. გამოცდა გაქვთ ამ საგანში? ამათთან. ჩათვლა სერიოზული საქმეა და რასაპირებ ჩათვლას მომზადები? კი, აქტიურად მომზადებით. ვესწრებოდი ლექციებს და მომზადები რა თქმა უნდა. ისე კარგი ქალი ჩანს, თქვენ არ მასწავლით. მე სხვათა შორის აქ ვსწავლობდი ოღონდ ინგლისურზე დასავლეთ ევროპაში. თქვენ არ მასწავლით, მაგრამ კეთილი ადამიანი ჩანს, ასე რომ მაინც არ გამოიყენოთ მისი კეთილგანწყობა, მოემზადეთ კარგად ჩათვლისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. ეს იყვნენ მაგისტრანტები, პირველი კურსი კარგად იყავით, მეორე კურს გისურვებთ. წავედით. ჩვენ უხეში მეთოდებით ვარღვევთ სტუდენტებისა და ლექტორების იდილიას, მაგრამ კარგად ხვდებია პროცესში ჯერჯერობით არავის არ გაუგდივართ.
კამერის ეშინია ზოგჯერ უბრალოდ სხვა არაფერი. იარე, წინ იარე. გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ ახართ? წავიდეთ ახლა იტალიანო ფეროს დაველაპარაკოთ. ეს გერმანელები. ეს ცოტნე არ არის? არა, მე სხვა მეგონა. ჩვენ მეთქი ის კარგი ბავშვია. ბევრი არის სასწაულად გამოაზრონა. კეთი მოვალ ეხლავე. მე საგიჟეთ. ვაცდენთ. ხათუნას ვაცდენთ. ეს ჩემი ფაკულტეტია ძალიან. გამარჯობა, შენ გამოცდა გა? დიახ. ორსული ქალების დადიან გამოცდებზე. რაში გაგამკნათ საზღვარგარეთის? თქვენ მანლაგელაშვილთან ხართ? მე ხომ მომზადე? რა თქმა უნდა. რა ნიშანი გინდა? 4-იანი ან 5-იანი ნა. თუ კარგად მომზადე, აუცილებლად დაგიწერს. კაცრი კი არის, მაგრამ? კი, მაგრამ მე მგონი 3-იანი. კი, აბა წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. არ არის? არავინ არ არის. ნახოთ ესპანელები. აბა ფრანგები. აქ ყველა ეროვნების ხალხი დადის. გამარჯობათ, შეიძლება რამოდენიმე სიტყვა თქვენ ლექტორ ბრძანდებით? რა ქვიათ? ნატო. როგორ ბრძანდებით, ქალბატონ ნატო? მადლობ. რა ლექცია გაქვთ? პრესა. ფრანგული. დიახ. როგორი სტუდენტები არის? ნორმალური. როგორი ლექტორი? შესანიშნავი. მაყოფილი ხარ? კაცრია? არა. არ არის მკაცრი, მკაცრი არ ხარ? არა. ასე მკაცრი რა საჭიროა? ურთიერთპატივისცემაზე ვართ დამყარებული. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. აბა თქვენ წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა. კარგად იყავით. პრესა სერიოზული რამ არის. ჩვენ სწავლობდით პრესას, ოღონდ ეს არა ფრანგული პრესა იყო, არამედ ინგლისური პრესა, ბრიტანული და ამერიკული. ჩვენ გიდი, მეთქი დაგვეკარგა ჩვენი გიდი. ეს იყვნენ ფრანგები. ლექტორები არავინ არ არის, ძველი? თამნა არა ჯაფარიძე. მადლობა უნდა გადაუხადო რა თქმა უნდა ჩვენ გიდს ხათუნას. პირიქით თქვენ მადლობა ამ ხელა ყურადღებისათვის. ჩვენ ბავშვებს ძალიან უყვარხართ. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ ქვევით ჩავალთ, ნახავთ რა ხდება ქვევით. ეს ბიჭები რატო გიყურებენ? რამის თქვა გინდა? რა ვიცი, რა თქვა ამაში. აქ სწავლო? დიახ. რომელ ფაკულტეტზე ხარ? დასავლეთ ევროპა. ინგლისური? გერმანული. პირველი. მე როგორ მოგწონთ? შვენიერია სწავლა ამდენ მანდილოსთან ერთად. აი, ერთ-ერთი მიზეზი ბიჭები რომ აქ აბარებენ არის ის რომ აქ გოგოები სწავლობენ. ხომ არ ინანი რომ აქ ჩააბარე? არა. პირიქით ხო? დიახ. კარგი, ჩათვლაზე მიდიხარ? დიახ. რაში გაქვს ჩათვლა? სამართალში. აბა შენიცი, კარგად. მადლობს. იმედია ჩუთოს მიიღებს თავის წიგნაკში. აქ ბირჟის ადგილი არის ეს. კიბეებს ეს ხედან ხოლმე და რაღაცებს ლაპარაკობენ. ფანჯრები რო აქ. გამარჯობათ. თქვენ აქ სწავლო? კი. მე რაცდენ ლექცია? არა. ფანჯრა გა? არა, ადრე გამომიშვა. ადრე გამოგიშვა? ეჩქარებოდა ლექტორ? არა, ფიზკულტურაზე ვიყავი და ჩათვლა დამიწერა გავა. ფიზკულტურაზე ხო არის გარჩევენ, ხო კალათბურთი, პინგ-პონგი, შენ რაზე ხარ? კალათბურთზე. კარგად თამაშო? არა უშავსო თა. სამქულიანს აგდე? კი. შენ? რა, სამქულიანს ვაგდებ? აგდე? არა, კი ვაგდებ ხოლმე. კალათბურთზე ხარ შენ? არა, მე არა ვარ კალათბურთზე, მაგრამ ვაგდებ ხოლმე ვთამაშობ. ეს აგდებს, კარგით. წავედით ახლა. მე შეგახსენებთ რომ ეთერში არის სტოროლა, ჩვენ ვიყოფებით უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში, გადააგდეთ და მე მოვალ. და ეს არის მეხუთე კორპუსის ელიტარული უკანა ეზო. სხვა შორის 33-ია, აი ჭიშკარს აწერია 33-ია და მე გაჩვენებთ. გოგოებო, თქვენთან მოვალთ, ხო შეიძლება? ეს კარგი გოგოები არიან, ეტყობათ, არ გაგვირბიან, ისინი გაგვექცნენ, ისინი დაიმალნენ, ნახეთ. როგორ ახარ? კარგად. აქ რატომ ხარ? აქ საწავ. შეშუნება გაქვს? არა, ლექცია მაქვს წესი. აცდე? ჩათვლა ქონდა? არ იცი? კი ვიცი, მაგრამ გეშინ.
ჩავთვალე. ჩათვალე უკვე? აი ისე ლაპარაკობს, მეთქი ადამიანს ეშინია და ეხლა რომ გამოვაჩენ პირდაპირ ეთერში, ვისთან ქონდა? აუ, არ ვიცი, გვარი არ მახსოვს. რაში ქონდა გახსოვს? მე მგონი სამლანკა. ის ბიჭები რო იყვნენ, გერმანისტები ხარ? აი, ორი ბიჭი შეგვხვდა და ჩათვლა გვაქვს სამართალშიო, ალბათ თქვენი ჯგუფელები არიან. კი, ჩვენი კურსელები არიან. იცი რა თქვენ? ძალიან კარგია აქვს სწავლაო, ამდენ ლამაზ გოგოსთან ერთად. მართალია? გიგულისხმეს ალბათ, ხო? ჩვენ გვიგულისხმეს თუ გვიგულ. ესენი იგულისხნეს. ამაზე თქვენს. დიდი მადლობა გოგოებო, წარმატებას გისურვებ. წავედი იქ ვნახოთ რელსები იყო და ეხა არის რელსები. აქ ადრე იყო რელსები. ისინი გონია რომ ფიქრობენ რომ დაგვემალნენ. გადააგდეთ, რაც გადასაგდებია. გამარჯობათ. როგორ ახარ? კარგად. აქ რელსები იყო, აღარ არის? აღარ არის. დიდი ხანი არ არის? არა. როდის აი? არ ვიცი, მაგრამ მე ჩაუბარი არ იყო. როგორსა? მე 3-ზე. აი ხანია აუღია და აქ იყო სულ რელსები და აქ რაღაცა ისიდგა. რაღაც მანქანა იდგა, ხო? შენ არის, შენ იცი? არა, ვინ არის ის? რა აქ შესვენებაზე ხარ? ხო. ეთლა ხომ არ ქონდა? არა. როდის გეწყებათ პირველ ჩათვლა? თვის ბოლოს. ხო, ჩააბარე რამე? კი, ჩააბარე. ჩააბარე. ისურები. აი მე, გიშო, კარგად იყავით. წავედით, იგი ვერ გამოვიჭირეთ ვერავინ, დაუბედურებაკად. მეცადებიან. აი ესენი როგორ ბეჭისად მუშაობენ, კონსპექტებს სწავლობენ. რა არის ეს გრამატიკული კატეგორიები? ენათმეცნიერება. ხო, სერიოზული საქმეა. შენც? როდის არ გაქვს? ესე. ეხლა გაქვს? 5 წუთში იწყება. დევისთან გაქვს? თევდორაძე ის. რომელ ფაკულტეტზე ხო? გერმანია. არა, ფრანგული. ფრანგული. რომანისტიკა? რომანისტიკის, ესე რომანისტები არიან. გოგოებო, წარმატებას გისურვებთ. ესე იგი როგორ ხდებოდა ხოლმე, იცი მე რა სწავლობდი? და ხო დაწერდა ერთი ბავშვი კონსპექტს და მე მთელი კურსი იმ კონსპექტს ქსეროქსზე იღებდა და პირველი პირი, მეორე პირი, მესამე პირი, მეოთხე პირი იკითხებოდა და ეხა მეხუთე პირი აღარ იკითხებოდა ხოლმე. ესე იგი შევახსენებთ რომ ეთაში არის სტოროლა. კარგია რომ არ წვიმს, გაგვიმართლა. წალი კარგია, მე აქ ვსწავლობდი სხვათა შორის და წყალს ვსავდით ხოლმე. ეხლა რაღაც გადაუკეთებიათ. შენ აქ სწავლობ? კი. ანუ გამირბი ხარ, კი არ ცემყასო. შენ. რატო უნდა გამექცეთ? აი ეს ადამიანები არიან უშიშარი. კამერის შინია უბრალოდ. კამერა არ იყბინება. კარგი, წავედით, არ უნდა ურთიერთობა. კი, როგორ არ შეიძლება? შენ რა ქვია? ვასიკო. ეს იქნება დიდი მადლობა, ამაზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება. ეს ახლა რაკენ იცი ამოჭერი და ჩარჩოს ჩასვი. დიახ. და ჩამოკიდე ლოგენის თავს. დიახ. ჩარჩო ჩემზე იყოს. ჩარჩო გაქვს უკვე. მადლობა. კარგად იყავით. წარმატებებს გისურვებთ. რამდენი ბიჭი მეხუთეში არ მინახე არასდროს. წამო ახლა ბუფეტი არის კიდე აქ. ბუფეტში შევიხედოთ. ნახოთ რა ხდება ბუფეტში. სანამ ბუფეტში შევავთ. გამარჯობათ გოგოებო. როგორ ახართ? კარგად. ლექცია რატო დაიშალეთ? იშლებიან. აქ იყო ბუფეტი. ახლა აღარ არის. ზარი 3. გამარჯობათ. აქ მუშაობ? დიახ. ლექტორი ბრძანდებით? დიახ. გასასწავლი. თურქულს თუ გინდათ გასწავლი. ო, კი, გვინდა რამე გითხარით. ლექციაზე მიდიხარ? დიახ. შეიძლება გაგყვეთ. როგორ არა, მობრძანდით. წავედით. დაიწყო თურქული. წამოდით, როგორ არის თურქულად? ბუირუნ. ბუირუნ? გიდელიმ. იდელებ. იდელებ ბუირუნ. Basında iştirak edecek bizim dersimize. Evet. Ne güzeldi. თქვი რამეა შენ? თურქჩემი, დოქსა გურჯუჯე. რას ნიშნავს? თურქულად გითხრათ თუ ქართულად? თურქულად. რა გითხრა მითხარ? მიბრძანდით? ბუირუნ. გამარჯობათ.
აბა ფეხზე შენ არ გადაგიღებ, ნუ გეშინია. მე მგონი დავაფრთხე თქვენი სტუდენტები. ბატონო? დავაფრთხე. ხო, არა, ეს ჩემი სტუდენტები არ არიან. ესენი არიან? ორნი? Ümit edelim ki bizim ikinci tamamımızda gelecektir. Teşekkürler. რამდენი არიან ჯგუფში? ეშინია. მგონი ჩვენ ეშინიათ უფრო ვიდრე თქვენი. ჩემი სულ არ ეშინიათ. კარგი ლექტორი ხარ? კაცრი არ ხარ? მაგრამ არ ეშინიათ ნამდვილად ვიცი. როგორია? ფანტასტიკური, ამაზე უკეთესი ჯერ არ მიყავს. ენას გასწავლი? კი, პრაქტიკულს. რომელ კურსზე? მესამე. დიდი ხანია გასწავლი? კი, 2 წელია. კურატორი ხო არა თქვენი? არა. რა ქვია? ამას ვალტერ შონია. კარგით, აღარ შეგიშით ალბათ. წამოდი. ბატონო ვალტერ, ჩვენი ეშინია, ჩვენ წავალთ, არ შეგიშით ხელს. როგორ იქნება ნახვამდის? თურქულად? Allah ısmarladık. Güle güle. Güle güle. Güle güle. Güle güle. უკაცრავად, აქ ბუფეტი არ არის? არ ვიცი, არა. აღარ არის? მე მგონი ყველაფერი შეჭამეს, რაც იყო ბუფეტში. ეს არის ძალიან მაგარი სარკე. გჭირდება თუ არ გჭირდება? ამ სარკეში იხედები ყოველთვის, როცა ჩაივლი. არ წარმოიდგინეთ, დღეში რამდენი ხალხი უყურებს, უმეტესობა გოგოები. ზოგჯერ როგორ რიგია ხოლმე, იცით? აქ ერთი ხო დგას წინ და უკან. აი ესე დგანან ხოლმე და იყურებიან სარკეში. ეხლა გავიდეთ, მოდი გარეთ. დიდი მადლობა. ჩვენ წავედით, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახეთ ჩვენი ლექტორები, დეკანიც ნახეთ. მადლობთ, რომ შემოგვიშვით. გაიქცნენ. რატო ეშინიათ? უმრავლესობას უყვარს ხოლმე აქ რა არის საინტერესო იცით ესე იგი მე შეგახსენებ რომ ჩვენ ვართ უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში აქ გოგოები სწავლობენ უმეტესობა და რომ გამოხვალ ხოლმე აქ სულ ბიჭები დგანან ეხლა კი დგანან მაგრამ იმალებიან და არ ჩანან მოდი აქ ნახოთ სახელმძღვანელოები იყიდება რაღაცა და კითხოთ აბა როგორ იყიდება ყიდიან თუ ყიდულობენ Здравствуйте. Здравствуйте. Как вы? Хорошо. Я здесь училась, я закончила 5 лет назад. Вы тогда тоже тут работали? Конечно, я уже 11 год здесь работаю. Ну и как, продаются учебники? Ну, сейчас хуже. Раньше лучше продавалось. Наверное, что денег нет у людей, да? И денег нет, и, по-моему, сейчас другая программа, наверное, не знаю, что такое. Наверное. Интересный. Спасибо. Пожалуйста. ყიდულობდი ხოლმე რაღაცებს, აქ უფრო ლექსიკონებს ყიდულობდი. რა ვქნათ ახლა, აბა წამოდი იქით გავიდეთ. მიშველეთ. ახლა აინთება წითელი და მე მგონი მშვიდობით მოვაღწევ მანამდე. გამარჯობა ბინზია, გამატარე. ბინზიებო დედებო. გამატარეთ. გადავრჩი. ეხლა წამოჩავიდეთ მზიურში. ჩვენ ლექციების გაცდენა რომ გვინდოდა, ჩავდივით ხოლმე მზიურში. მზიურში ვიმალებოდით ჩვენ. და ერთხელ რა ვქონით იცით? 1 აპრილი იყო და ქონდა ის ქალი რო ნახეთ იქ, ნანა მამაცაშვილი, გრამატიკის ლექტორი. და დავედით მოკლედ იმის ლექციას. და გადავწყვიტეთ რომ გაგვესწინა და საწევსული ყავით ყველაზე ახლო ადგილი, რა თქმა უნდა, მზიური იყო და ეს 16 გოგო დავსხედით სადღაც თვალსაჩინო ადგილას, ყველამ რო დაგვინახოს და მოკლედ გავიხედეთ და ვიღაც ქალი მოდის, რომელიც ძალიან მაგრად გავდო ჩვენ ლექტორს, ხალბატონ ნანას და აი ესე ხო ვიდექით ყველანი და ეგრევე დავწეგით, რომ ნანა მამაცაშვილი მოდის. და მე რომ ჩაიარა იმ ქალმა, რა ნანა მამაცაშვილი არ იყო ნანა, ხალბატონი ნანა არ ყოფილა და გაგვიხარდა და მე ძალიან ბევრი ვიცინეთ, იმიტომ რომ ზოგი სად ჩავარდა და ზოგი სად გადავარდა. ესე იგი, ჩვენ ვიყავით მეხუთე კორპუსში, რომელიც ქუჩის იქით ამ მხარეს არის გაშენებული და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მოდი მზიურშიც ჩავისეირნოთ, იმიტომ რომ მზიურში იმდენი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება. ეს კაცი მომწონდა, მაგრამ ყოთს მეშნოდა ამ კაცის.
სურათიც მაგადაღებული აქვს ჩემს ჯგუფელებთან ერთად, ესე იგი ესე ვზივართ მე და ეს კაცი და ჩემს ჯგუფელები ესე გარშემო არიან. მოკლედ ეთერში არის სტოროლა, დილამშვიდობისა ყველას, შესანიშნავი ამინდი არის დღეს. მოკლედ გვიყურეთ, კლიპი ვნახოთ და დავუბრუნდეთ რამდენიმე წუთში. გავაგზელეთ ესე იგი ჩვენ სტოროლა, გავაგზელეთ ლუკა ამბობდა იმ დღეს ბორიალობთ. და მზიური რატომ მიყვარს, იცი ეს ქვაფენილი რო არის, ქვაფენილი მომწონს. აქედან რა მაგარი ხედია, ნახე. მწვანე რო არის ყველაფერი. მზიური, როგორ ამბობენ? მზიური უტაპაით ვზელენი. შეიძლება ითქვას აი ამ მომენტზე. შეიძლება ნახოთ ისეთი ადამიანების, რომლებიც ახლა ლექციას აცდენენ და როგორც ჩვენ ვიმალებოდით ერთ დროს მზიურში. ისინი ასე იმალებიან. ესენ ლექციაზე მიდიან მე მგონი, მაინც ვკითხოთ, აბა. გამარჯობათ. ეს მიდიხარ? არა. აცდენ? ხო. ხო თქვი აცდენენ მეთქი მზიურში, ვინც არიან ლექციებს. ერთი დავიჭირეთ. ხო, ერთი კი არა სამი დავიჭირეთ მართალია. აქ იყო ხოლმე რაღაც წყარო, კიდე არის? აი, წყარო. ნაცნობი ადგილები. არა, აქ არ არის. მე მგონი დავიკარგე. ლაბირინთები. აი აქ არის. აი მაშინ სანდვიჩეკით, იცი, აი სკამი რო არის. აი მანდ ვიმალებოდით. თელი ჯგუფი. ოღონდ მაშინ ეგ სკამი კი არ იყო, ესე იყო ამოშენებული რა ქვებით და აი აქ წყარო იყო ადრე. ეხლა მზიურში ვართ. რა კარგია რომ ძალიან მზეც არ არის და ძალიანაც არ წვიმს. პრინციპში კარგი დარია და უნდა აღვნიშნოთ აი ეს მონუმენტი, ქანდაკება. მე ბებიკო ილიკო და ილარიონი. ეს არის ურიკელა. ეს არის ილიკო ბატონო. ეს არის ოლღა ბებო. ეს კი ჩვენი ილარიონა. ეს კიდე მურადაა. გამარჯობათ. სხვა ადგილი ვერ ვნახე? თავის გამოსაყოფ. აი ეს გოგოები სადმე იჩქარიან ნეტავ. გოგოებო, ლექციაზე მიდიხართ თუ ლექციას აცდენთ, ახლა თქვით. დაუმთავრდა. ისვენე? კი. სუნთქვა ჰაერს, სუფთა ჰაერს სუნთქა? კი, ნა. კარგი ჰაერი არის მზიურში, მართალია. აგერ კარლსონი, აგერ ხალხი არ არის, იმიტომ რომ ეტყობა დილა. აი იმ ბიჭებთან მივიდეთ? რაღაც ძალიან ისეთი ძერსკი ბიჭები ჩანან და ხო არ შეგოგინებენ. ბიჭებო, თქვენთან მოვალთ, ხომ შეიძლება? მობრძანდითო თავი ქუდი. ცუც ხო არაფერს გვეტყვით. არ გაგვექცეთ, არაფერს ისეც არ კითხავთ. გამარჯობა. როგორ ახარ? არა მშვენს კარგი. ისვენე? არა, ეხლა ცოტა ხნით გამოვიდით ლექციაზე უნდა. რას ვამბობდი? მზიური სტუდენტების თავშესაფარია თქო. შენ როგორ ახარ? კარგად. ლექციას აცდენ? ბიოლოგიას. სასწავლოდ რომელ კორპუსში? დასუში. დასუში ხარ? ბიოლოგიას აცდენენ. ბიოლოგია საჭირო რამაა, არ გაინტერესებს? მაინტერესებს, მაგრამ სიტუაცია მოიტანა. სიტუაცია მოიტანა. ეს ბიჭი აქ კუთხეში რატო დგას? გამარჯობა, შენ რა გეგონა გაგვეპარებოდი? კი. მე არ გამოგივიდა ხედა? კი. კარგია მზიური. საკაიფო. მოგწონს ბუნებაში დასვენება? კარგი, ახლა მოვაცდენ ამ ყმაწვილებს, გააგრძელეთ ის საქმე, რასაც აკეთებდით. ჩვენ წავედით ახლა ქვემოთ ჩავიდეთ. მე ვიცი რასაც აკეთებდნენ ეს ბიჭები. თქვენ იცით? ეს არის კარლსონი, ეს არის ბავშვობა. ჩვენი ლამაზი, კარლსონი, პეპი, გრძელი წინდა. კიდე ვინები არიან აქ? ვიღაც კაცები, ეს ნიზნაიკა არის ალბათ, ხო? იმებით, ჭორფლიანი ნიზნაიკა. ეს რა არის? System of a Down. ეს როკერების კლუბია, მე მგონი, რომელიც გახსნილი არის. აქ ბავშვი როკერები დადიან, ბავშვი როკერები. გადაიღე? წამო ბავშვებს დაველაპარაკოთ. მზიური, რა მზიურია ბავშვების გარეშე. გამარჯობათ ბავშვებო. სად მივიხართ? ესენი არიან? ნახე ეს როგორია. გამარჯობა ბაია. რა სჭამ? ბალია? ეს იცი რა არის? მიკროფონი. იცი ლაპარაკი? რა ქვია? სალამე. სალამე, რამდენი წლის? ოლის. ოლის აქ ისვენე? კი. სეირნო?
შენი ძმა ხო არ არის? არა. მეგობარია? რომელი ზღაპარი გიყვარს? აპრებს გიკითხავს ხოლმე ვინმე? კი. რომელს გიკითხავენ ყველაზე უფრო ხშირად? მანანა გიკითხავს. ანანა თქვენ ხართ. და რა ზღაპარი? წითელქუდა? კი. წითელქუდა არ გეცოდება? არა, იმიტომ რომ შენას გვეტყვი. მიშა, ო, მიშა. როგორ ახარ მიშა? რას მიირთმევ? შენს, აი ჩვენ ხა უნივერსიტეტში ვიყავით, ყველა გაგვირბოდა. აი მომავალი თაობა, მეც მინდა ვთქვა სიტყვა. აბა ვის უნდოდა? მოდი, შენ გინდოდა თქვა რამე? მე ლუკა ვარ. შენ რამდენი წლის ხარ? არის. შენ? მე. რა ქვია? შენ რამდენი წლის ხარ? 2. მიკროფონი გინდა დაიჭირო? აჰა, მოდი, ახლა არ დააგდო. ხასაც ვამღეროთ, ხო? მე. თქვენც მე ვიხარ? ხო. მიშა და ლუკა? ხო. მე თქვენ მამიკოს და დედიკოს ვიცნობ. შენს გინდა ეს მომავალი წამყვანი, შეიძლება ქუდი რომ მოგხადო? მამას გამოვაჩინო თმები ლამაზი. ნახე, მიხედე იქ, ნახე როგორი ბაია. აბა თქვი რამე გამოვაცხადე, კლიპი არის ეთერში თქო თქვი. თქვი აბა? Антони, შენ ხარ антони? Он по-русски, по-грузински не знает? По-русски умеет? Да? Скажи нам что-нибудь по-французски. Скажи, Антони, посчитай, как ты умеешь. Ему не нравится камера, наверное. Не нравится тебе камера? Стеснительный. მოკლედ ჩვენ ვართ მზიურში და აღმოჩნდით აი ესეთ საზოგადოებაში. კარგი ბავშვების საზოგადოებაში, ჭკვიანი ბავშვების საზოგადოებაში. ელი მეც მინდა და ვერე ელა. მიკროფონი გინდა წამართვა? მე რა ვქნა? ნაკარები. მოკლედ წამოდი ახლა იქით გავისეირნოთ. ეს ბავშვი გადამეკიდა ცუდად. მე მგონი უნდა რომ გახდეს წამყვანი. ჩემი ადგილი დაისაკუთროს. მამუკა არ მიიღო ეს ბავშვს ამჟამად. არ გამცვალო ბავშვებზე. ეგ ამას ჩემს პროდიუსერს ვეუბნები. ნახვამდის ბავშვებო! და აქ ხიდი რო იყო. ხიდი კიდე არის? აი ხიდი რო იყო, წამოდი ვნახოთ. უკაცრავად, იქ ხიდი რო იყო, კიდევ არის? წამოდი ხიდზე წავიდეთ. იქიდან. აი აქ რო იყო რაღაც ისეთი. ხო, აი ესეთზე წავიდეთ. გამარჯობათ. როგორ ახარ? აქ აბირჟავებ? კი. კარგია. აბირჟავებს. აი ხიდი არის იქ. ხიდი არ არის, რაღაც ის არის. რა ქვია? პოდიუმივით არის გაკეთებული. პოდიუმი არ იმართება ხოლმე, მართალია. ძალიან ჩქარა ხო არ მიბიო, მე მგონი ჩემი იმპერატორი ვერ მეწევა. ეს კამაზი რა არის? ამაზის მძღოლს უნდა ერქვას რამაზი, ან თამაზი. ეხა იქით აღარ ჩავალთ. მოდი აქ. აი მე აქ ხო არ ჩავარდებით? წავედით, ესე იგი თქვენ უყურებთ გადაცემა ტოროლას. ესე იგი სასიკვდილო ნომერს ახორციელებს ჩვენი ოპერატორი. მეთქი მე განვახორციელებ თქო, მაგრამ ეხლა მარჯვნივ, ეხლა მარცხნივ. ესე იგი ჩვენ ვიმყოფებოდით დღეს უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში და საბოლოოდ მოვედით აი ამ ადგილას, რასაც ქვია მზიური. თუ არ გჯეროთ? თუ არ გჯეროთ, შეგიძლიათ დაიჯეროთ აი იმ სახლს შეხედე.
всегда будет солнце. მუდამ იყოს მზე. და მუდამ იყოს მზე. ეს კაცები რაღაცებს თხრიან. გამარჯობათ. როგორ ახართ? რასაკეთებთ? უძლებთ ამ ცხოვრებას. რასაკეთებენ? აკეთებენ პარაპეტებს ეთყობა აქ. ლამაზად რომ იყოს. ალამაზებენ მზიურს. მოკლედ ასეთი მშვენიერი ხედი არის. ეს არის უფრო საბურთალოს ტერიტორია, კერძოდ დოლიძე ჩანს აქედან პირველ რიგში და იქით უკვე დანარჩენი ცირკის ჩანს. ხედავთ ცირკს, ხალხებო? მოკლედ თქვენ უყურებდით გადაცემა ტოროლას. ძალიან სამწუხარო, მაგრამ უნდა ჩავისუნთქოთ ახლა ღრმად და აგემშვიდობოთ. კარგი ჰაერია მზიურში. ხშირად ესტუმრეთ ხოლმე ამ ბაღს. და საერთოდ ბუნებაში ხშირად გადით ხოლმე. ეგ სასარგებლო არის თქვენი ჯანმრთელობისთვის. აბა მთელი დღე ხო არ დაждები ოფისში. მანქანების გამონაბოლქს ხო არ ჩაი სუნთქავ. მოკლედ, ლულუ იყო ეს. უბრალოდ ეს ტოროლა იყო, მე ვიყავი ლულუ და კარგად შევხვდებით ერთმანეთს კიდევ აუცილებლად. პაკა.